ეს აქ მოვედით, ხო? ეხლა მე მინდა ამ მხარეს წამოვყვე. აქ ეხლა მაინც ნახეთ ცოტა ზემოთ ავართ და შეგვიძლია პრინციპში აი აქ გავატაროთ მაინც, ოღონდ ეხლა მე ზემოთ მაქვს და მოდით ქვემოდან ამოვიყვან, აი მწვერზე პირდაპირ ამ ზონარის წვერი რომ გვაქვს, აი ესე ცოტა დავადაბლოთ, აი ესე აქ ფაქტიურად ბადი არა მაქვს, უბრალოდ დავაკავშირე ესე მჭიდროდ. აი ეს. ეხლა ქვემოთ ჩამოვალ. და აი აქ დავაკავშიროთ ახლოსში სადაც ახართ. აი ესე და მე ვფიქრობ რომ აი ესე ჯობია ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქეთ უნდა წამოვიდეთ, ნახეთ, გრეხილი რომ კარგად დაგიჯდეთ, აი ესე. ხო? ეხლა აქ მაინც მინდა რომ ახლოს იყოს, თუმცა ეს პირველი არ გვინდა, აი ეს მომდევნო იყოს ჯერ და მოდით როგორ ჯობია ახლა. აი ესე გვაქვს. შევხედავთ ან აი ესე ხო? აქეთ გვინდა მაინც გრეხილი რომ დაჯდეს. მოდ მოვჭიმოთ თან აი ეს. აქ ცოტა მეტ თვლებს გამოვტოვებ. 1 2 და მესამეში შევალ. აი 2 თვალის გამოტოვებით. მესამეში ეს უფრო ლამაზი ესეთი დაშორება გამოდის, ნახეთ. აი ესე თან მოჭიმეთ, თუ ატყობთ რომ აი ეს ძალიან ეს მიჩვენება ძალიან გაწელილია, ეს ძაფი, ხო? ამისთვის საჭიროა რომ ეს მოჭიმოთ. აი ეს. და შესაბამისად ესეც ცოტა მოჭიმოთ, აი ეს. კარგით, ეხლა აქეთ. აი ეს კბილანა. აი ესე, უკვე ესე ვფიქრობ რომ კარგად ჯდება, თუმცა შეიძლება კიდევ ერთი ხვეულის. აი ესე. ეხლა აქ ერთვალს გამოვტოვებ. აი აქ ვიყავი ხო და 1 და მომდევნო. აი ესე, ესე პირდაპირ ამოვიღებ. აი ესე კარგად გამოდის. ეხლა აქეთ. ნახოთ, ესე, აქაც ქვემოდან ამოვატარავთ. ესე, აქ შეგვიძლია, თქვათ, ერთი თვალის გამოტოვებით, აი აქ ვიყავით, ერთი თვალი გამოვტოვოთ და აი აქ. ხოდაკ, აი ესე უნდა გამოგვეტარებინა, რომ გრეხილი დაგვიჯდეს. შემდეგ აქ მოვქაჩოთ კარგად. კიდევ ერთი თვალის გამოტოვებით, აი აქ უწევს. ესე მოვქაჩოთ. ეს აუცილებელია. აი როცა მოჭიმით აკეთებთ, უკვე ლამაზად ჩაჯდება და აღარ დაგჭირდებათ მე გასწორება. და აქაც ესე აქ უკვე მივედი ფაქტიურად ბოლოსთან. ოღონდ აქ ცოტა ბადე, ანუ ეს ახლა ერთი აქეთ იქით, აქეთ იქით და აქ ერთმანეთს შორის კიდევ დაგჭირდება. ესე იგი, აქაც ერთ თვალს გამოვტოვებ, აი აქ ვიყავით ხო, ამას გამოვტოვებ და აი აქ. აი ესე. ზემოთ. ვქაჩოთ. აქ გვაქვს 1 და 2, აი აქ გამოგვდის შესვლა. აი ესე. და ფაქტიურად აქ მოვრჩით ესეთი კავშირები. ეხლა მე მინდა აქ ნახეთ გამოვიყენოთ ეს აუცილებლად. აი ესე. ეხლა აქ ბადი უნდა დაიწნას, ესე ვთქვათ. აი, ეხლა კი გავაკეთე ესე, მაგრამ ნახეთ, აი აქაც გავატარებ, ნახეთ, რომ აქ კვანძი წარმოიქმნას. რომ მარტო ესე ერთი ესეთი გატარება არ არის ხომ ეს საკმარისი, აი ესე.
და ეხლა აი ერთი რო დაგვრჩა ეს აი აქ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ მივაკავშიროთ ამას ისე და ფაქტიურად ეს არის სულ ეს ადგილი კუთხე ცოტა ისეთია აქ შეიძლება და კიდევ ითება თუ მოახერხეთ აქეთ რო წამოვიდე და აქ რაღაც კიდევ გავაკეთო კვანძი ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ უბრალოდ დააკვირდით აი რა ხუიას გრეხილს რო აკეთებთ ხო საპირისპირო მხარეს გიწევთ შემდეგ წასვლა აი ხა ნახეთ იქით რო ამოვიყვანი ახლა აქეთ ვითხოვს წამოსვლაზე ხა პრინციპში მე შემიძლია აქ არა მაქვს არაფერი პრობლემა აქ შემიძლია უკვე დავმალო კიდეც აი ამ ორნამენტის ქვემოთ ჯერ მოდით გავატარე აი ნახეთ სად გავატარე აი ესე თან მოკაჩეთ აქ როგორც კვანძი რო წარმოიქმნას აი გონი ჩანს ხო უკეთესია ვიდრე იყო და აქ ერთი კვანძი მაინც სასურველია ქვემოთ რომ თავის თავში ნახეთ აი მარყუში რომ წარმოიქმნა აქ კიდევ ერთხელ გაატაროთ მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან შეუმჩნეველი და შიგნი უნდა დაიმალოს აუცილებლად საბოლოოდ ხა ზემოთ ზის ეს მართალია კვანძი მაგრამ მე მაინც შიგნით დავმალა ამას საბოლოოდ აი ესე უკვე ძალიან იმას ესეთ მოხერხებას ითხოვს და რაც უფრო ბევრს გააკეთებთ ასეც უფრო გამოიმუშავებთ ამ ასე თქვა თვისებებს რომ ეს კარგად აი ეს მომშა უკვე ეს აღარ გვინდა ეს მორჩა ეს ადგილი ეხლა მე ვფიქრობ რომ ამითი აი აქეთ წამოვალ რაღაც აი ეს მინდა რომ ეს შევავსო ეს ადგილი უფრო ძირი მირჩევნია და მე ავყვეთ ზემოთ აი ეს ადგილები ცოტა დრო კი ბევრი დრო მიაქ ამ ყველაფერს მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ რომ მე თქვენც შეძლოთ ერთხელ თუ გექნებათ ესეთი მოგსო ესეთი გაკეთება აწყობა გაკეთებული მე უკვე ეს გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ რომ დამოკიდებათაც სხვადასხვანაირი ორნამენტები ააწყოთ თქვენ თვითონ კარგით ეხლა მე ვფიქრობ რომ ამითი წამოვალ აი აქეთკენ აი აქ ესე აქ ისე გავაკეთეთ რომ აქ რო წავყვები მე უკანაც წამოვიდე ნახეთ აბა ესე იგი ახლა მე მოვდივარ აქეთ ქვემოთ და თან შევხედავ აი საით ჯობია ხოლმე რომ ეს გრეხილი გავაკეთო აი ესე ახლა აქეთ რახან მოვდივარ საკმაოდ გრძელი ძაფია კამბოლოს და კარგია აი ესე ახლა აქეთ დავაკავშირებ აქ ორი ორცაბში შევა აი ესე გავაკეთებ რომ კიდევ აქეთ უნდა წამოვიდე ცოტა ნახეთ აი ეს გრეხილი აქეთ ითხოვს რომ აქეთ წამოვიდე ხო თუმცა აქაც შემიძლია ახლა მოდით აქაც დავაკავშირებ აი ესე გავაკეთებ რომ ეს ლამაზი ესეთი კუთხეები ხო ესეთი ორნამენტის დარჩეს ლამაზად так ხო ერთხელ კიდევ გავაკეთებ აი ამ გრეხილს აი ესე უკეთესია ხო აი ესე კარგით ახლა აქეთ წამოვიდეთ აქ ფაქტიურად აქ ვიყავი და მომდევნოშიც შევდივარ ესე იგი ესე გამოდის არა უშავს ეხლა ვფიქრობ რომ აქ ბადე გავაკეთოთ თუ პირდაპირ ამასთან დავაკავშიროთ მაგრამ მეგონი ჯობია რომ ცოტა ბადე ანუ აქ ეხლა თავისუფლად რომ დავტოვოთ ეს ცოტა ისეთი და მე ეს კიდევ გამოვიყენოთ აი ესე ვფიქრობ ნახეთ ბოლომდე ამას არ ვაკავშირებ ჯერ და პირდაპირ ვაგრძელებ ნახეთ ერთის გამოტოვებით აქ ვიყავი ამას ვტოვებ და აი აქ ორ კედელში აი ესე ამას გამოვიყენებთ კიდევ ეხლა აქეთ
დავაკავშიროთ. მე ეს ზემოდან ძაფის ქვემოთ დავტოვე. ეს. ეხლა ქვემოთ უკვე. ფაქტობრივად აქ არ მინდა მე ძალიან დიდი ხვრელები და აქ მაქვს უკვე გაკეთებული. აი აქ შევალ უკვე. აი ესე. ხედავთ, აქეთ ამოვიტანე, იმიტომ რომ იქით უნდა წავიდე ახლა. ხო? აი რაღაც ინტუიციურად მე თქვენს უკვე ადვილად მიხვდებით ხომ ეს საით და ამოიყვანოთ ეს ძაფი. აი ახლა ეს მინდა გამოვიყენო, ნახეთ. აი ესე, აქ ახლა თითქოს უგრიხავ მე ბადის ესე წნავ და აქ კვანძივით, ნახეთ, აი აქ კვანძი უნდა დაგიჭდეთ ცოტა ესეთი. მოჭიდება რო კონდეს, ხო? აი ესე. ეხლა აქ ერთს გამოვტოვებ, რომ ბადე გამომივიდეს. აი აქ შევა. აი ესე. ეხლა აქ იგივეს გავაკეთებ, რაც აქეთ იყო. აი ესე და კიდევ აი ამაში, რომ ეს კვანძი გამოვივიდეს აი ამაზე, აი აქ. ნახეთ. აი ესე. აი თითქოს ესეთი ლამაზი კუბიკები დაგიჭდებათ. ცოტა მოვჭიმოთ ეს ადგილი მეჩვენება გრძელი უფრო. აი ეს. შემდეგ ესეც მოვჭიმოთ, რომ ესეც აი ეს წავიდეს. და შემდეგ ხა სადაც ვარ, ესეც მოვჭიმოთ. აი ეს. მოგай კარგია. აქაც ერთს გამოვტოვებ და აი ამაში დავაკავშიროთ ესეც. მოვჭიმოთ. აქ უკვე კარგად არის პრინციპში. აქ შეიძლება ჩანს ხო? და აი აქ ესე იგი ამ რაღაც ესეთი კბილანებივით რო გამოდის აი აქედან. ამათ არ ვეხებ. აი თითქოს ხარ წარმოვიდგინეთ. აი აქ რო შეხვიდეთ, აი აქ. აი ამებში შევდივარ ესეთ. ფიქრობ რომ ეს უფრო კარგად დააკავშირებს. ხონთ ახლა მირჩევნია რომ აი ეს ქვემოდან ამოვიტანო ზემოთ. აი ესე. ვნახოთ. ხო, გრეხილი საჭიროა კიდევ, აი ესე. ეხლა მოვდივართ აქეთ. ეხლა აქეთ გვინდა წასვლა. აქ შეგვიძლია პრინციპში ერთის გამოტოვებით კიდევ, ხეთ. აი აქ ვიყავი, ტოვებ და აი აქ. აი ესე. ეხლა აი აქ შუაში, ხეთ, აი კბილანას და კბილანას შორის. უკაცრავად ვისაც არ გიყვართ ეს ხმა, ადრე მეც არ მიყვარდა, ეხლა არ აუშავს. და მაინც არ მოქონდეს. და აი ეს თქვენი ხეთ გრეხილი რო გამოგივიდეთ, აი აქ. აი ეს კარგად მოგაჩვენეთ. თავიდანვე თუ მოგაჩავთ, მაშინ ნახეთ აი ლამაზად წავიდა, შევიდა თავის ადგილას შეჯდა. აქ ეხლა ისევ ერთის გამოტოვებით, ეხლა არ ვიცი თუ ჩანს, აი აქ რო შევედი, ხო? აქ აღარ შევალ და აი აქ შევალ. გვერდით ნაწილზე, აი ეს, ნახეთ, გვერდითი ესეთი კარკასი რაც გვაქვს ჩანთის, აი ნაწილში, აი ეს. აი ნახეთ ესე. ეხლა აქ. აქ ფაქტიურად ყველგან შევდივარ ამის გარშემო ეხლა ეს ყვავილივით რო გვაქვს. ესე ძალიან შორსაც ღმათ არ შევდივარ, მაინც. ესე ოღონდ აქ გრეხილი რო დამიჯდეს, ესე გამოვატარებ. და ესეც ის. აქ კიდევ ერთს გამოვტოვებ, ერთი თვალი გვერდით ნაწილში და აი აქ. ხამდით ამ ზაფებს იქით გადავდებ, რომ არ აგვერიოს. კანეჩი. აი ესე. აქაც გამოვიტანოთ. და გრეხილისთვის არ გაგვეპაროს.
მოვქარჩეთ. შემდეგი აი აქ ვიყავი ხო, ერთ ვტოვებთ და აი აქ. თუმცა შორს მეჩვენება ახლა ამიტომ რომ ხვრელები არა შორს მე მგონი კარგია. მაქსიმალურად აქაც პრინციპში დიდი ხვრელები გამომივიდა. არა შორს აი კარგია ეს ერთის გამოტოვებით კარგად გამომივიდა. ახლა ცოტას ახლოს მოვწია. ეს მოვქარჩოთ. და მგონი აქ ვიყავით ხო? უკეთ რო არ ვიყავით. ვიყავით ხო? აი აქ. აი აქეთ. და გრეხილისთვის თავის ძაფში გატარეთ. აი ესე. კარგით. ეხლა აქ მოვიფიქროთ რა ჯობია. აქ ძაფები გვაქვს. ეს შეგვიძლია ზემოთ ავიყვანოთ ამ ძაფებით. აი აქაც კიდევ მეორე ძაფი გვაქვს. ამიტომ მე გავყვები აი აქეთ. რა ეს კარგად გრძელი ძაფი მაქვს და აი ამ ძაფამდე მეყოფა ნახეთ. აი ამის ძაფი მაქვს. აქ უკვე ახალი და იქამდე მეყოფა ეს ახლა რაც მაქვს და ესენი გამოვიყენოთ ზემოთა ნაკსოვებისთვის. კარგით. ესე იგი, ახლა მე დავაკავშირე ბოლოს არ ვიყავით. ეს ამ გვერდით ნაწილს დავაკავშირე, ხო? ახლა მე ვეცდები, რომ აი ეს გავიმეორო აქ როგორც გამომივიდა, იმიტომ რომ ეს ხედავთ, რომ გარკვეული ესე დისტანციაზე არის აი ეს წვერო და აი ეს წვერო როგორც იყო, აქ ხედავთ, რომ ბადე მაქვს. ამიტომ აქ მე გავაკეთებ იგივე რამეს. აქ ახლა ეს მოგსო და მოგვიწევს მერე აქედანაც მიქსოვა. ხო, კარგი, ამით შეიძლება ეს გაკეთდეს, აი ეს ბადე. ახლა ჯერჯერობით ასე ვთქვათ, უბრალოდ რამოდენიმე ესე არკასავით გავაკეთებთ. ერთის გამოტოვებით, ხო, ესე იყო, ესე მახსოვს, ერთის გამოტოვებით, ერთის გამოტოვებით. ახლა აქ ვიყავი, ამას ტოვებ და აი აქ, აი ესე. ხედავთ? ახლა ეს იქნება ჯერ დაუსრულებელი ბადე, ესე ვთქვათ. კიდევ ერთს გამოვტოვებ და აი აქაც, აი ესე, ესეც დაუსრულებელი ბადე, ჯერჯერობით სრულყოფილი ბადე არა. ოღონდ ისე გააკეთეთ, ძალიან ზედმეტად თავისუფლათაც არ გინდათ, რომ მე კი გაიწელება იქ, როცა უკვე ბადეს ასე შევადგენთ, მაგრამ ზედმეტიც არ გვინდა. ესე იგი, აქ გვაქვს 1, 2, 3-ია ფაქტიურად. თან კავშირია ამასთან. ანუ ახლა შეგვიძლია უკვე ამასთან კავშირი გავაკეთოთ ჩვენ და მოდით ზემოდან გავაკეთებ. ძალიან სამოვიღოთ, საკმაოდ სიმჭიდროვეა მანდ. ძალიან სიმჭიდროვე იყო, მაგრამ აი ესე ეხლა დავაბრუნებ მაინც ამ აი ესე და აქ გვინდა ჩვენ კვანძი აუცილებლად რუსად გრეხილი ესეთი ხო აი ესეთი გრეხილი რომელიც ითხოვს ახლა აქეთ წამოსვლას თუმცა არ მინდა მე იქით წასვლა ამიტომ უკან ვაბრუნებთ და ესე აქეთ აი ესე გამოვა აი ესე სწორია ახლა სწორი მიმართულებით წამოვიყვანე აი ეს ხვდებით ეს კიდევ უნდა აქ მოგსოთ ესე თქვა ბადე ეხლა მე უყურებ აი ამ ხარეს აი თითქოს ამას ხსო აი ესეთნაირად მიახლოვებით ხა ზუსტად შეიძლება ვერ გავიმეოროთ ზუსტად მაგრამ მიახლოვებით აი აქ ერთის გამოტოვებით გავაკეთებ აი ესე შემდეგ აი აქ და ეს ფიქრობ რომ აი ესე უნდა აი ესე და გრიხილი თუ გვინდა ესე ერთი ხელის მოსმით აი ესე შემდეგ
კიდევ ერთის გამოტოვებით, აი აქ. აი ესე. და აქ ყველა გვილანაში ვიყავი, აქაც ესე გავაკეთებ ზუსტად. ახლა მე რო ესე ცოტა დრო რო დავზოგო, უკვე მივხვდი რომ ესე უნდა გავაკეთო, რომ ერთი შესვლით გამომივიდეს ხვეულები. თან მოჭიმეთ და მოჭიმეთ. აი ესე. აქაც აი ესე. კიდევ ერთი თვალის გამოტოვებით გავიარე. ესე. და აქ შემდეგი აი აქ არის. არცეც არ ტოვებ, თუმცა ახლა აქ დამაიწყდა რომ გრეხილი მინდოდა. აქ დავაკვირდები ახლა 1 ხო, თითო-თითოს გამოტოვებით იყო. აქაც ესე გავაკეთებ. იმიტომ რომ მინდა რომ კარგად გაიმეოროს სიმეტრიულად ეს ყველაფერი ამ უზორმაც. ცოტას მოჭიმავ აქ რაღაც მეჩვენება რომ ისე ვერ არის. ეხლა მე ძალიან გავშორდი და მოდით აღარ გამოვტოვებ ჯერ, აი ეხლა არ გამოვტოვებ ამ რაღაც მეჩვენება რომ ეს მჭიდროდ არის თითქოს ზონარი ნაკსოვი და ამიტომ ეს უფრო წინ წავიდა ვიდრე აქ კვილანები უფრო აქეთ არის. ხო, ამიტომ აქ პირდაპირ მომდევნოში შევედი ახლა მე. აი ეს კვილანა, თუ მინდა ყველა კვილანაში შევიდეთ, აქ ახლა თითო-თითოს გამოტოვება არ გამოდის, ისია ნაკსოვი. ხო, არა უშავს. ესე, გრეხილი. აი ესე. შემდეგ მივყვებით. აქ ისევ შემდეგში შევდივარ. აქ ყველაში ვართ კი აქ სულ ყველაში შევდიოდი. აქაც მინდა ესე გავიმეორო. ვფიქრობ რომ ზონარი არის მჭიდროდ ეს ნაკსოვი, ვიდრე ეს ზონარი იყო. ამიტომ ხედავთ რომ სულ იდეალურად ერთნაირად მოგსოვა არ გამოდის ხოლმე. ისე. მოვჭიმოთ ცოტა, ისეც მოვჭიმოთ. ეხლა აქაც და შევიდე შემდეგში, აქაც შევდივარ. ანუ არ ტოვებ ეხლა მე თვალს აქ პირდაპირ შევდივარ ყველა. ეს სხვადასხვა იგრიხება, ესე ზოგჯერ და გაასწორეთ რომ ისეთი ძაფი იყოს გაშლილი კარგად. ეხლა აი აქ აი ესე და აქეთ ისე შემდეგი აქაც საკმაოდ ჭიდროდ გამომდის ეს ნაკსოვი აქეთ მხარე გამარავშავს. არ მინდა რომ ძალიან ჩანდეს ეს პლასტიკური ფირფიტა და ეხლა მოშორდე თუ არა, აი მას ვფიქრობ. ეს ცოტა აქ ნახეთ ახლოს შია და მოდით ამასაც ცოტა მოვწევ აი აქეთკე. ესე თვალით შეაფასეთ აქ როგორც გაქვთ, ესეც ასე რო იყოს ახლოსში. ამასთან აი აქ ნახეთ რა ახლოს არის. ეხლა აქ შევალ მე ერთი თვალის გამოტოვებით ვფიქრობ, მაგრამ ძალიან დიდი ხრელი რო არ აქ მაინც ხრელები გვაქვს. უბრალოდ ერთნაირად მინდა რომ იყოს. კარგი, არ გამოტოვებ, აი მე მომდევნოში პირდაპირ შევდივარ. მომდევნოშიც. შემდეგი კბილანა, აი ესა გვაქვს. ხოთ ახლა ორჯერ მოძრაობა მაინც გაომივა. ესე და მერე კიდევ ეს.
აქ ბადე იყო, ცოტა ბადე დაგჭირდა მოგსოვა. აქეთაც მოგსოვოთ ესე. გარკვეული მონაკვეთი. ეხლა აქ ვარ ხო? აი, მომდევნო. არ ვტოვებ. არც ერთ ვილანას არ ვტოვებ, ყველაში შევდივარ აი ამ მხარეზე. ესე, მოგხაჩოთ. შემდეგი და აი ხლა ამ ვილანის შემდეგ ვფიქრობ, რომ ესეთი ბადე მოგსოვოთ ჩვენ აქ. როგორც მეორე მხარეს. ესე, გავატაროთ გრეხილისთვის და აი აქ ნახეთ უკვე ხრელი გაიზარდა. ეხლა ქვემოთ ჩამოვალ ერთის გამოტოვებით ნახეთ, ამას გამოტოვებ და აი აქ უკვე საჭიროა გამოტოვება ნამდვილად. აი ესე. ეხლა ამას დავაკავშირებ. თუმცა აქ მინდა რომ შევავსო და აქეთაც მოვხვდე, აქეთაც შემოვუარო. აი აქამდე მოვიდე მაინც. კარგი, დავანახოთ. ეხლა ძირზე აქ ერთ კედელში შედით, იმიტომ რომ მოუხერხებელია სხვანაირად. ბურთულას ძირი საკმაოდ ის არის ესეთი შიგნით ღრმად არის და აი ესე და გრეხილისთვის აი ესე გავაკეთებ. ოპს. გამოედო. აი ეს ნახეთ? აი ეს. ეხლა აქ მე მჭირდება მაინც აქ უკვე რახან მოვჭი, მოდით აი აქ ეს კარგად არის, აღარ უნდა. აი აქ დავაფიქსირებ ამას მეორე უქინძის თავები აღარ მეყო მოკლედ. ზედმეტი აღარ მაქვს და ამიტომ მოდით აქედან ამოვაძრობ, აქ გამოვიყენებ. აი ეს ეხლა აი აქ შემიძლია მე ნახეთ, აი ამ კბილანაში კიდევ ერთხელ. ხედავთ ხო სად შევედი? ერთხელ შესული და იგივეში შევედი. აი ესე. მეგონი კარგად მიდის აქ. დაძვნა. დასმის პროცესი. მაგრამ ეხლა ითხოვს რომ იქით წავიდე და აქ კი წავალ მე ნახეთ რას გავაკეთებ. აი აქ წავალ, ოღონდ მაინც მოტრიალდები. აი ესე. და ნახეთ თან გრეხვას გავაკეთებ და თან წამოვალ აი ამის ქვემოთ, ამ ღილის ქვემოთ. აი ეს. აი ეს, ნახეთ, მაინც თან შენარჩუნდა ეს თქვენი კვანძი და ესეთი ბადე, მაგრამ თან წამოვედი. ეხლა მე აქ მეჩვენება რომ ეს თითქოს ქვემოთ აი ესე მინდა ამოვწიო და აი მას გვერდზე გამოვაძრობ და ცოტა თითქოს ქვემოთ მეჩვენება რომ ჩავიდა ეს ჩემი გვერდითი ნაწილი კარგად უნდა იყოს აი დონეზე ერთმანეთის ერთ სიბრტყეში. აი ნახეთ, აი ესე ამოვწიე ნახეთ. აი ესე. მორჩა. კარგია ეხლა. აქ კარგად იყო აქეთ ხარეს და აქაც მინდა რომ ამაზად აი ეს. ეხლა აქ ჩვეულებრივ აქ ერთის გამოტოვებით, აი აქ ამოვედი. პირდაპირ აი ღილის ქვემოდან გამოვიტანე ეს ყველაფერი ეს ძაფი. აი ესე. აქ. ნახოთ. აქ პრინციპში შეგვიძლია გამოვტოვოთ კიდეც, მაგრამ ჯერ არ გამოვტოვებ აი აქ. ვთქვით. ესე ჩავალ. ძალიან მოუხერხებელია ქვემოდან ზემოთ. აი ეს ზემოდან ქვემოთ უფრო ადვილად მიდის. მე ამოვიტან, რომ გრეხვა გამომივიდეს კარგი, აი ესე. და მივყვებით. აქ ახლა გაგნახეთ, აქ თუ შეხედავთ ძალიან მჭიდროდ არის, აქაც ესე გავაკეთებ, კარგით? ანუ არ გამოვტოვებ ახლა ბევრ თვლებს მე აქ. აი პირველი მომდევნოშივე შევალ. აი ესე. მინდა კუთხე რომ კარგად გამომივიდეს. აი ესე.
შემდეგ თვალშიც აი აქ მღილის ქვემოთ აი ესე დავგრიხოთ ესე სანამ მოჭიმავთ ჯერ აი ეს მოჭიმეთ რაც გაიტანეთ და მერე ეს ხა ეს პენოპლასტი დაიშალა უკვე იმდენი მომოძრავე ციტრატო აქ ახლა წიგნი არიკავებდა რაც მე მგონი არიკავებს თან თლა კარგად და იმიტომ აი ესე მოკლედ თუ ძალიან კარგი ის გინდათ ხო ეს პენოპლასტი მაღალი ჯობია რომ გქონდეთ ახლა აი აქ მომდევნოში ეს შემდეგ აი აქ და ფაქტიურად აი ეს ჩემი შემდეგი ძაფი უკვე მზად არის ისეთ ადგილას გვაქვს ხა თქვენ ჩემსაც რო ნახავთ ხო გამოცდილებით უკვე მიხვდებით სად როგორი მიმართულებით გირჩევნიათ აი ეხლა ეს ძაფი შემეძლო აქეთ მომეხვედრებინა ხო მაგრამ ეს უფრო კარგი ადგილია ეხლა ვამთავრებ და ზუსტად გავაგრძელებ მაგ ძაფით მომდევნოში აქ ავტოვებ არც ერთ თვალს და კიდევ აი აქაც შემდეგ თვალს ვიყენებ ახლა კუთხეში როგორც მეორე მხარეს მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ყველა თვალი უბრალოდ აქ ახლა მე ვფიქრობ რომ ეს ღილაკი ცოტა ისეთია თვლების რაოდენობა შეიძლება არ იყოს საკმარის აი აქ შევალ ნახეთ ერთი გამოვტოვე მაინც აქ იმიტომ რომ საბოლოოდ ბევრი თვლებია კუთხეში აი ესე ეხლა აქეთ სხვა გზა არ არის აი აქეთ აი ესე მეორე გვერდზე და ის წავიდეთ გრეხილებმა რომ მაინც დაიკავონ ერთმანეთი კარგად ეხლა ისევ აი ამ ღილაკზე ღილაკის ძირში ხო აი აქ ესე დახრით ცოტა ესე კიდევ გრეხვა გავაკეთოთ და ფაქტიურად ეს ჩემი ძაფი მთავრდება მოდით კიდევ ერთხელ მე მგონი მეყოფა ესე იგი ახლა ეს მინდა რომ შემოვატრიალოთ აი ესე მოხერხებულია აი ესე დანახოთ ეს კარგად და აი პირზე რომ აი ესე იყოს კარგად ხე ცოტა ხრელი დამრჩა მაგრამ არა უშავს ფიქრობ კარგად არა უშავს ხრელები იყოს მაინც ესე იგი ეხლა ჩვენ მივყვებით აი აქ გამოვიყენოთ არა გამოვტოვებ კარგად ასე სიმეტრიულად ლამაზად აი ესე შემდეგ უკვე იქ გადავიდე მაგრამ რაღაც ხო კარგი და კვანს გავაკეთებ უკვე მორჩა ეს ამ ძაფმა ამოუწურა თავისი ფუნქციები მაქსიმალურად გამოვიყენე მოდით ხა კვანძი უნდა გავაკეთო აი აქ ერთხელ თავში მინდა რომ კვანძი ისე გაკეთდეს რომ ახლა კინძის თავი მე ამოვიღე ცოტა იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად ესე მოდით ამას მოხსნი უკვე ამ ნემს და აი თავის თავში კარგად ესეთი კვანძი და მოვკაჩოთ ეს უფრო ყაისნავი ჯობია ახლა რომ შიგნით შევმაროთ ვიდრე ნემსით ეს ძირში როგორმე შედით
და გაიტანეთ შიგნით. ხო? აქ თუნდაც გვერდზე გამოვიდეს, მაინც არ არის პრობლემა. ძალიან მოჭმავთ ეს ფორმა რომ შეინარჩუნოს ჩვენმა აი აქ მოვჭრი უკვე ხო ჩანას ხო? პირდაპირ აი ესე. ხა რატომაც მეჩვენა მოიჭინა, მაგრამ აი ესე. თუ ძალიან შორს წავიღე. მით კიდე მოვჭრი. გრძელი არ მინდა ძაფი. თუმცა ჯობია რომ დამალული იყოს მაინც. ზემოთ მეჩვენება. საკმაოდ ფაფუკია ეს თქვენი ეს ღილი და პრინციპში უნდა დაიმალოს კარგადში. არ ამოვიდეს ზემოთ, მოკლედ აი ამას ვცდები. აი ეს მორჩა. კარგით, ეხლა მას ფორმა დაუბრუნოთ თავის ისიც და მოვკუჭე და აი ესე და აქეთაც დავაფიქსიროთ. ჯერჯერობით სანამ აი ამას მივაკერებთ, ჯობია რომ კარგად დავაფიქსიროთ. ახლა გადავალ აი ამ ძაფზე. მოკლედ, დიდ დროს ითხოვს კი მართალია ესეთი მიგერება, მაგრამ ნახოთ შედეგი როგორი იქნება. ვაგრძელებთ ხო? ესე განძაფით ვაგრძელებთ უკვე ახალი ძაფი. ეხლა აქ მე არა მოდით არ გამოვტოვებ ჯერ, ნახეთ მომდევნოში პირდაპირ გავაგრძელე, იმიტომ რომ იქ მინდა რომ ცოტა დაფიქსირდეს ეს კარგად. ეს კუთხე. ეხლა აი აქ აი ესე და ამ თავის აფში გავავატაროთ. ეხლა ვფიქრობ რომ გამოვტოვებ, ნახეთ, აი ამას გამოვტოვებ. ხო ჩანს ხო? და აი აქ. შემდეგი აი აქ. და ეს თუ გამოვატარებ, მე მგონი ერთხელ მომიწევს ხოლმე ჩესნიკი. აი ესე თავისი გრეხილით გამოდის მაგ შემთხვევაში. აქ ვფიქრობ ჯერ კარგი იქნება თუ დავაკავშირებ აი აქ. ჯერჯერობით. აი ესე. ეხლა შეგვიძლია აქეთ წავიდეთ, იქითაც შეხედეთ თუ რამეა, ესე მინიშნებასავით გეკნებათ. ეხლა აქ ცოტა ახლოს, ფლად შორს არ გვინდა, აი ესე. და მოდით აქეთ წავა. ესე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება. აი ესე. ეხლა აქ მე ბადე მჭირდება ეს ადგილი, ბადე რომ გამომივიდეს და ეს ნახეთ, აი ეს გამოვიყენოთ როგორც ბადისთვის. აი ესე. ახლა მე მაინც იქით წავალ. ხოთ. აი ეს. თორე იქით მივდივარ, ხო? აი ესე. ნახეთ, ასე. აქ შემიძლია ერთი გამოვტოვო. და აი აქეთ. ესე. კიდევ იქით. აქ მჭიდროდ გავაკეთებ, რახან ასეთ გამოშვერილი ადგილი აქ. ჯობია ყველგან შეხვიდეთ ხოლმე. ეს გრეხილი ნახეთ, თავისი იჭდება, რახან იქით მივდივარ. აქ გამოვტოვებ. აი, ღილაკზე გამოვტოვებ კიდევ ერთი თვალი და აქ შევავსე მოკლედ ბოლომდე. აქ მომდევნო კვილანაზე, აი აქ
ამ ზონარის გასწვრივ. აი ესე. შემდეგ აქ უკვე ფაქტურად ჩაიკეტა, მაგრამ მოდით კიდევ კარგად მაქსიმალურად. აქ ვერ ხედავ რა ხდება, მაგრამ ეს შეგვიძლია ფაქტურად ჩვენ როგორც ბადე მოგსოთ, ეხლა აი აქ ნახეთ. აი ამ კვანძში შევიდეთ, ნახეთ. აი ეს კვანძი, აი ეს და აი ეს, აი ეს. ნახეთ. და ეს როგორც ბადე გამოგვივა, დავამატებთ, ასე ვთქვათ, ხვიას ესეთ. და აქ ერთი კბილანა დამრჩა მე. აი ესე. აი აქ ამოვიტანე, ნახეთ, კარგად ჩაიკეტა. ეხლა მე უკან მინდა წამოსვლა და ამისთვის საით ჯობია რომ წამოვიდეთ. აი აქ ჩავალ უკან, ნახეთ, დაგვირდით. აი აქვე ჩავალ უკან და წამოვალ აი ღილაკის ქვემოთ, ნახეთ, რომ არ გამოჩდეს კარგად ესე. აი აქეთ, აი ესე. გამოწვევი აი ამ ბადის ქვემოთ. თავარია იქ აი ნახეთ რა ლამაზად ჩაჭდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეუმჩნევად გადახვიდეთ ხოლმე ერთი ფრაგმენტიდან მეორეზე. ეხლა მოდით ამას მე მოვხსნი რაღაც მეჩვენება რომ ეს კინძის თავები აღარაფერს აღარ გვიკეთებს აი ამ რელაქსი და გვიშლის ხას პირიქით. აი ეს ეხლა აქ რახან ჩვენ ბევრი ძაფები გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ქვემოდან, ნახეთ, ქვემოდან გამოვაზრე, აი ეს. და ფაქტიურად მე ეს მინდა გამოვიყენო კიდევ როგორც ახალი ბადე რომ მოგსო, ნახეთ, ეხლა აი კვანძს გავუკეთებ. აი ესე. და ნახოთ აქეთ არ მინდოდ ამ იქით. კარგით, ეხლა თავიდან გავაკეთებ, რომ გაჩვენოთ. ნახეთ. მინდა რომ იქით წავიდე ჯერ. ამიტომ აი ეს. ხეთ იქით წავიდა. ესე. აქ მოდით არ გამოვტოვოთ ჯერჯერობით. ეს კბილანები ჯერჯერობით ნახოთ. ეს გრეხილისთვის, აი ესეთი გრეხილი მაქვს. და აი ეხლა იქით მხარეს მე ისე მახსოვს რომ პირდაპირ კავშირები ქონდა ჩვენ პრინციპში. მაგრამ ჯერჯერობით აქ ეხლა ძალიან გამეწელება და არ მინდა ესე ძალიან. აი აქ შემიძლია კიდევ გავაკეთო ბადე, ნახეთ. დაგვერდით. აქაც მქონდა მე აი ნახეთ აი ესეთი. ესეთი ბადე და ეხლა აქეთ წამოვალ, ოღონდ ახლოში ცოტა ერთ პირდაპირ მომდევნოში პირდაპირ შევალ. აი ესე. ეხლა აი მაინც დიდი ადგილია მათ შორის, ეხლა მაინც იქ იმდენად დაშორებული არ არის მართალი, ეს უფრო ახლოს არიან იქ. კარგი, ეს მოუწიოთ, ოდნავ მოუწიოთ. აი ესე, პრინციპში შეიძლება მაშინ დავაკავშიროთ. აქ ეხლა ჯერ არ ვტოვებ კიდე მომდევნოში პირდაპირ შევედი. ეს კბილანა რაც იყო, ოღონდ აი ესე ხვია. აი ესეთი გრეხილი დავსვათ. ეხლა აქ უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთი თვალის გამოტოვებით წავიდეთ უკვე. აი აქ ვიყავი, ერთ ვტოვებ, აი აქ. მოვკაჩეთ. ახლა მეჩვენება რა ცოტა. კარგი გრეხილი არ გამოვიდა ეს ადგილი, მაგრამ გვიანია კარგით. ეხლა აქ მაინც კიდევ ჯერ არ გამოვტოვებ. რაც მეჩვენება დიდი ეს არის რა ქვია. ესე. თლად დიდი ხრელებიც არ გვინდა. აი ესე. ეხლა დავფიქსირებ უფრო
აქ გამოვტოვებ ერთს და აი აქ. აქ შეიძლება გამოვტოვება ესე, რომ ძალიან ისე სიმეტრიულად თუ გინდათ, ეს ცოტა მიჯრით რომ არ იყოს ხო ერთმანეთთან, პრინციპში აქ შეიძლება უკვე გამოვტოვება. ესე და ესე. შემდეგი აქაც გამოვტოვებ ერთ თვალს და აი აქ. შემდეგი აქაც შემიძლია გამოვტოვო ერთი და აი აქ. შემდეგ ერთი თვალი გამოვტოვოთ. ესე გახსოვთ იქით მხარე გვერდითი ესე გქონდა და ძალიან კარგად გამოვიდა. ამაზად ჩაჯდა. კარგით, ეხლა ფიქრობ, რომ აღარ გამოვტოვებ ჯერჯერობით აი აქ. ძალიან არ დავშორდეთ. აი ესე. აი ესე აქ გამოვტოვებ ერთს და აი აქ. აქაც არ გამოვტოვებ. ნუ ხა თქვენ ხვდებით ალბათ თვალით იმაშვები რომ ანუ ძალიან რაც შეიძლება როგორც ბადე წარმოგიდგენიათ აი ესეთი ფორმა რომ დაგვიჯდეს და იმის მიხედვით აი ზოგ ადგილებში ვტოვებ, ზოგ ადგილებში არ ვტოვებ აი თვლებს აი ამ ზონარზე. ახლა აქ ვტოვებ. კარგით, აი ესე. თუმცა შეიძლება და არ გამომეტოვებინა, მაგრამ არ ამუშავს. აქ არ ვტოვებ. აი ესე. იქაც ბადე იყო აი ამ ადგილას ხო, იმიტომ რომ დიდი ის არის, ცოტა ფართობი თავისუფლად და მე მგონი საჭიროებს რომ იყოს ასეთი ბადე მოქსოვილი. ეხლა აქვე გავაკეთებ, აქვე აღარ ვტოვებ აქ. აქეთ მხარეზეც აი ესე. აქაც აქვე გავაკეთებ. არ ვტოვებ აქეთ მხარეზეც. ესე. აქაც შეიძლება მიჯრით. პროთ აქ ხედავთ, რომ ას ცოტა სიმეტრიულობა დაირღვა ამის გამო, ხო? კარავშოს. აქაც არ გამოვტოვოთ. ესე. და აქ თითქოს დიდი განსხვავებებია, მე დაწრილდა უფრო, მაგრამ არ ავშავს. ზოგჯერ საჭიროა ესეთი სიმჭიდროვეც, რომ ძალიან არ გაიფლაშოს, ხო ესეთი ძალიან ფაშარიც არ მინდა რომ გამომივიდეს ეს ჩანდა. აი ეს, ეხლა მოვედი მე უკვე აქ უკვე ბევრი ძაფები მაქვს პრინციპში. აი 1 2 მოკლედ აქ თავისუფლება. ეხლა ვფიქრობ რომ ამ ძაბს გამოვიყენებ აი აქ საქსოვად, ესე მისაკერებლად და მოდით აქ გავატარებ ესე. რომ მივხვდეთ ხო, რომელი ძაფი რისთვის გვექნება. ეს ძაფი იქნება იქით და ამას გამოვიყენებ უკვე აი აქ სამუშაოდ. თან აქ ჩვენ ბოლომდე არ შეგვიძლია ხო, იმიტომ რომ ზონარი არ მაქვს ჯერ. ამიტომ აქ კიდევ არ გამოვტოვებ. აი ესე. და ეხლა აქ მინდა მე ბადე უნდა მოვიქსოვოთ. ჯერ აქ გახსოვთ ხო, ქვემოთ შევდიოდით, ამ ზემოთ მხარეს არ ვეხებოდია, აი ამას არ ვეხებით, ხო? ქვემოთ აქვს ესეთი. ნახეთ? აი ესეთი. თვლები და იქ შევდიოდი, ხო? ეს მოვჭიმოთ რომ კარგით, ეხლა აი აქ შევალ. აი ესე და გრეხილი რომ მივიღოთ. ცოტა დაგვრჩა ფაქტიურად აქამდე მე მგონი მეყოფა ეს ძაფი.
აქაც არ გამოვტოვებ, აი მომდევნოში პირდაპირ. აი ესე, აქ შემდეგი აქ არის. ჯერ ამოვიყვან და მე კიდევ ნახოთ გრეხილი, იქით უნდა ხო? აი ეს გრეხილისთვის. მოკაჩეთ კარგად. აი ეს. ეხლა აი აქ მომდევნოში. აი ესე. და ეხლა მე ვფიქრობ უკვე ამასთან დავაკავშიროთ ამ ჩვენ ბურთულასთან. მოდით მე დავაფიქსირებ ამ ბურთულას, რომ არიტრიალოს ძალიან. და თან გადავწყვიტოთ სად იყოს ეს ძაფის ბოლო. აქეთ მხარის გვინდა და მოდით ცოტა აი ესე დაფიქსირდა. ცოტა შორს კი მეჩვენება ეს ბურთულა, მაგრამ სხვა არ აქვს. აი ესე გავედეთ. ახლა აქეთ გრეხილი, თორე იქით უნდა წავიდე ცოტა, ნახეთ აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. აი ესე. ხა იქით უნდა წავიდე, ამიტომ აქეთ წამოვედი. მე თქვენ თვითონ მიხვდებით ხოლმე ინტუიციურად, მაგრამ ეხლა აქ რომბი დამიჯდა მე და ეს რომბი არ მინდა და აქაც გავატარებ. მოდით, აი ესე, ნახეთ. უბრალოდ რაღაც ისეთი არც რომბი იყო და არც იქით არც აქ. აი ეს ჯობია. ეხლა სამკუთხედი რო დაგვიჯდეს ცოტა იქით წავა. მაგრამ ეხლა მე მომიწევს რომ გავჯოლო მე ეს აი ეს ნახეთ საწყავედი და ეხლა მე ამას ახსე გავჯოლა ჩვენ ბურთულას და აქეთ წამოვა, იმიტომ რომ მიმთავრდება ძაფი და ძაფი მჭირდება. აი ეს გარკვეული კავშირი გავაკეთე მაიც იქ, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ არის. კარგით, ეხლა აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა კვანძი და მერე უკვე გადავალ ახალ ძაფს. ეხლა ვფიქრობ, რომ აი ამ კვანძი პრინციპში არ არის საჭირო თუ თქვენ ესე ცოტა რამოდენიმეჯერ გამოვატარებთ აი ამ ბურთულაში. მოდით აბა ვცადოთ თუ გამოვიდა. აი ეს მაგრამ სხვილი ნემსი მაქვს საკმაოდ და ცოტა აი ეს გავატარე ერთხელ აი ესე და კიდევ ერთხელ თუ გაატარებთ უკვე ამას საკმაოდ მჭიდროდ იკავებს, კარგად იკავებს ეს. კიდევ ერთხელ აი ესე სხვა მართულებით გავატარებ ისე აქ. ოკეი, აი ესე. ეხლა მოჭრი. ნახეთ კვანძის გარეშე, მოკლედ. საკმაოდ მარტივად. თავი აქ დაჭიმულობა იყოს ყველგან, აი რაც უკვე დავამაგრეთ. და შემდეგ ძაფზე გადავალ. მართალია გამოტოვებული მაქვს ცოტა და ამიტომ უკან დაბრუნდები, ნახეთ. აი თითქოს უკან არის ეს ცოტა წასული და აი ეს აქეთ წამოვალ. შეიძლება კიდევ უფრო, აი აქეთ. აი ესე უკეთესია. და აი აქ უკვე გავაგრძელებ აი ბურთულას ძირში, ხო, მოძრაობას.
ობიექტიურად აქ ბევრი ძაბ არ დაგჭირდა, მაგრამ შევინახავ ამ ძაბს, არ მოვჭრი, იმიტომ რომ მე როცა ეს ზონარი გვექნება, აი იმ ზონართან მაინც კავშირი გასაკეთებელი გვაქვს და კარგი, ფაქტიურად ეს არის ჩვენი ესა ნაწილი ხარ, რასაც ვთილობთ. და გრეხილისთვის ეს შემდეგი აქ მეჩვენება საკმაოდ ფაშარად არის დრიაკით. შემდეგი აქ ისე დავაბრუნოთ, ისე კვანძის, ისე გრეხილისთვის და აქ შეიძლება გამოვტოვოთ, აი აქ ვფიქრობ, რომ აი აქ ერთი თვალი გამოვტოვოთ და ეს აქ შემდეგი კიდევ ერთს მივამაგრებ და მე მგონი მორჩა აქ უკვე ეს ძაფი დაელოდება უკვე ზონარი როცა იქნება ოქსოილი ზონარს მივაქსო. აი აქ ვფიქრობ რომ კარგად არის. აი ეს აი აქ ზონარი ჩადგება უკვე ესე წაყვება და ზონართან კავშირები არის საჭირო ამ ძაფს მაგისთვის გამოვიყენებ.